საღამო მშვიდობის სამსახურიდან ბრუნდები. დგევარ ახლა გაჩერებაზე, ჯერ არ მოდის ჩემი მოვა. მოვიდა უკვე. всё, უნდა ჩავიშლი ახლა. გახსნის ალბათ. არა. მოგახსნა. ჩერებთ. მოვედი ჩვენი პლეისმენ. ეს სადღეღამისო აქტი ორივე ბანკომატით.
ხალხი დადის ჩვენი ქუჩაზე. ანუ ჭრელს ვიბახე. უცნაური. всё, მოვედი. მოვედი თუ არა აკნაულდნენ. მიკროფონი არ ჩავთე. დღეს ტენდი მიკროფონს. მოკლედ სხვა გზა არ აქვს, უნდა ვაჭამო. აბა გაიწიეთ. ცოტა დავიღალე. ხო, წინა ვიდეოში ხო თქვი რა რაღაცა ისეთი თემატური ხანდახან მინდა ხოლმე თემებზე ვისაუბრო რა თემებზე. ანუ პატარ-პატარა სიხარულებზე და სინამდვილეში ბედნიერების შემადგენელ ნაწილებზე. ალბათ ყველას ქონიათ ესეთი რამე, რომ აი რომ რაღაცა სასიამოვნო მომენტები როა ცხოვრებაში თითქმის უმნიშვნელო, ხო? და რაც თავს კომფორტულად რო გზნობ, ფიქრობ, რომ ადამიანები რაღაცის ძიებაში ზოგადად რა როი რაღაცას ეძებენ, რაღაცა ბედნიერების ძიებაში არიან, რაღაც სიყვარულის რაღაცა, ხო? სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამას უბრალოდ ხვდებით, როცა უკვე წლები გადის. თურმე რა ბედნიერი ყოფილა, თურმე რა და თავარი კიდე სანამ მშობლები არიან ცოცხლები, მაშინ ხარ ბედნიერი. აი მშობლები უკვე რომ გტოვებენ, აი მაშინ უკვე რაღაცა ისე აღარ არის, ანუ სრულფასოვანი აღარ არის ბედნიერება. კი, შეიძლება რაღაცები გიხარია, მაგრამ სრულფასოვნად ბედნიერი არ. ხო და ახლა საწყენია, ხო, როცა საყვარელი ადამიანები, ძირითადი ადამიანები დროზე ადრე თუ დროულად მიდიან. საერთოდ მე თუ მკითხავთ, ალბათ არც არასოდეს არის დრო. მე ვისთანაც მისაუბრია საკუთარ ხალხთან, ანუ 80-85 და ცოტა უფრო ახალგაზრდებთანაც მსგავსი თემა თუ ყოფილა. ისე სწრაფად გავიდაო დრო, აი თქოს არაფერია და მართლა ესეა. თითქოს გუშინ ვიყავით თინეიჯერები, თითქოს გუშინ სწავლობდი სკოლაში, გუშინ დავარბოდი ბაღში. აი უნდა ალბათ ვიცოდეთ დროის დაფასება და იმ მომენტების დაფასება. დრო მართლა ძალიან სწრაფად გარბის, აი ძალიან. დღეს ხარ თინეიჯერი, სკოლის მოსწავლე, ხვალ უკვე სტუდენტი ხარ, ზედ უკვე ოჯახი ყავს, მერე უკვე პენსიონერი. მოკლედ ძალიან სწრაფად გარბის დრო, ძალიან. და თან აი თითქოს ვერაფერს ვერ ასწრებ, ხო, ცხოვრებაში გონია, რომ აი ხვალ გავაკეთებ ამას, ზე გავაკეთებ ამას. არასოდეს არ უნდა გადაიდოს საქმე, არასოდეს. სულ იმას ვამბობ ხოლმე, შემდეგ დღეზე გადადებული საქმე, ეშმაკის არის თქო. მართლა ესეა. თუ აკეთებ, უნდა იმ დღესვე იმოქმედო, გააკეთო რაიმე. და მე ძალიან ღრმად ვწავს კიდე იმისი, რომ ჩვენ ფაქტიურად ისე გამოდის, რომ ერთი დღით ცხოვრობ, ერთი დღით ახლა ცუდად ზოგი ვერ გაიგებს და შეიძლება ცუდად გაიგოს, ანუ ცუდად იმ გაგებით, რომ აი ერთი დღით ცხოვრება ეს გადატანითი მნიშვნელობით რომ გულისხმობენ. არა, მე პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ. ერთი დღით ცხოვრებას რას ნიშნავს? ანუ
დილას რომ ვიღვიძებთ, სანამ დაღამდება, ხო, და ისევ დავიძინებთ. აი ეს არის, ეს მონაკვეთია, რაც პროდუქტიულად უნდა იქნეს გამოყენებული. მე სულ იმას ვიძახი ხოლმე, ხშირად არა, მაგრამ ვამბობ ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ ანუ დაძინების დროს ხდება გადარესტარტება, ანუ რესტარტია რა. ანუ ისვენებს ადამიანი, როგორც აი კომპიუტერს გათიშავ და ისევ ჩართავ, ხო? ამიტომ ის ერთი დღე უნდა იყოს პროდუქტიული რა, მოკლედ, თუ რაღაცის მიღწევა უნდა ადამიანს, თუ რაღაცის გაკეთება უნდა, არასოდეს არ უნდა დაიზაროს, უნდა იმოქმედოს, უნდა გააკეთოს. არის ხანდახან რომ ზოგს თითქმის არაფრის კეთება არ უწევს და ცოტა მარტივად გამოსდის და არც უნდა შეშურდეს ადამიანს ესეთი ადამიანების რა, ვისაც მარტივად გამოდის. შეიძლება რაღაცნაირად უმართლებს ან მოკლედ ღმერთის გზებიო შეუცნობელიო, ამიტომ ღმერთის იმაში საქმეში არ უნდა ჩავერიოთ ადამიანს. სამსახურიდან წამოვიღე, ზეთ მიმთავრდებოდა უკვე. მქონდა ძალატორი კუშინი, მქონდა რა ჯერ კიდე არის დღეს გავაკეთე გუაკამოლე და ერთი ბუტერბროდის დამიტოვა სუციცქანა. ყველა წესით დაცვით, რა თქმა უნდა, უბრალოდ ის ხახვი არ მქონდა ის. ლურჯ ხახვს რო ეძახია, რატო ქვია ლურჯი, არ ვიცი, იასამნისფერია მეთვლი. და ის უნდა ლაიმი, ანუ მე ლიმონი მქონდა და ლიმონით გავაკეთე და მოკლედ. უნდა ლაიმი. ხო, ცხარეცი წაკა მქონდა, ყველაფერი მოკლედ გავუკეთე რაც სჭირდება, ერთადერთი ლაიმი და ის არ მქონდა. ხო, ხახვი. იასამნისფერი. დანარჩენი ყველაფერი წესებით ვიხადე. რახან ჩაის ლიმონი ჩავაწურე, რასაც ქვია, ფაქტიურად აღარ დარჩა, რაც ერთი ლიმონის გამოვაყო. ახლა ვფიქრობ, გავხუხავ, მშიერი ვარ, გავხუხავ ახლა კურს. ტოსტერში. კვერცხს დავადგავ. ცოტა ოდნავ თოხლოდ მოვხაშავ და გავხუხავ, ანუ ტოსტერში ჩადებულ კურს. წავუსმევ ამ გუაკამოლეს. მე ზემოდან კვერცხს დავადებ თოხოკვე. გავუჭა ეს. მასანთი ჩაასწრებოთ რა უყომბოში. და მივეცნე სანამ ეს მომზადდება, მანამდე არაფერ დავარდა. და ყავას მივიქნე. ხო, კიდე ეს ფილე წამოვიღე, გრაკოს ფილე იყო ფასაკლებაში დიდი. ხო არის მე პატარები და არის დიდები. ანუ კილოგრამიანია მგონი ეს 7 ლარად იყო. ხო, ბანდამ საჩუქრად 30 ლარი ჩამირიცხა და იმიტომ ცოტა გავთავამდი და ვიყიდე. მოსასეს წამოვიდე. ეს რომ უშიდა იქ მე ჩემს ვიყიდე და ხო სიროკი, გვარდოს
ხო და ახლა მე ავიღებ აი ეს ჩანთა იმ დღეს მქონდა გავსებული მეგობრებო იმითი 1+1 კოკა-კოლა, სპრაიტი, რა ვიცი, წვენი, რძე, ყველაფერი აი ესე ვკეცავ ხოლმე ასე მე ასე ვკვანძავ და დექხოლმე ჩანთაში ხო, წარმოგიდგენიათ ხვალინდელი დღე როგორი იქნება ჩემი. ხვალინდელი დღე იქნება დავაგების სახლს დავავაგებ, მოვაწესრიგებ ყველაფერს. შეძლებს დაგვარად დავასუფთავებ, შესაძლებელი. მაქსიმალურად ვეცდები რომ შევამცირო ეს ძალიან ბევრი რაღაცები, რაც არ მჭირდება ქვემოთ წავა კარადაში. კარადაც მისალაგებელია, კი ადრე დავავაგე, მაგრამ გამოღება შედეგის დროს ხო იცით მაინც ირევა. აკეთ ამას მივხედავ, იქით მაგიდა და ის მაგდა თითქოს ბევრი არაფერი, მაგრამ ბევრი წვრილმანი მიგროვდება. აი ამ წვრილმანებისთვის მინდა რაღაცა მქონდეს, რათა მაგრამ აი ხო გამახსენდა წვრილმანებზე. 5 უნდა წამოვმეგო და დამავიწყდა. 5 რაცა რაღაცა ისეთი რაც მოკლედ ზედმეტებია ჩამიწყო და შემენახა რა ეს კარგი სქელი 5 იყო მყარი მე არ გადამიგდებენ ხო ისენეთ მოკლედ რა ვიცი ჩაჩი დავწერდა თუ არ გადააგდება ხო კარგი თუ გადააგდება რა ვქნა კიდე იქნება ფეირის დიდი ფეირების ეს არის 5-ები ხო, პური მინდა ეხლა მე. აი, პური. აბა დაუწევია. ისეთი პური მას ახლა საყიდრები. ამ დროს არ იქნება პური. რაღაცნაირად ვფიქრობდი, აი, გული მიფიქრობს ხოლმე ესეთ რაღაცებს. რაღაცნაირად ვფიქრობდი მეთქი პური ხوار წავიღოთ ხო სახლში, აი. უსმინე მადი ინტუიციას. ინტუიცია მართლა კარგი მაქვს. ხო, ლიმონი გავრეცხოთ და ისე დავაბინავებ. მოცივაში. ეს ფილერო გალღვება მე უნდა დავაბასტურმო იმაში სოიას სოუსი არ ვიცი გაჩვენეთ თუ არა მე ძალიან მომწონს აი ეს სოიას სოუსი 6 ლარია მგონი 6 ლარია და ძალიან იაფია ინკატა დააში დავაბასტურებ. თითქმის ცარიებია რა მაცივარი, მაგრამ რასა მოვიფიქრებ ხოლმე. და ეს ხო ყავა უნდა დამრედია. Ой. რო გატყდა იმიტომ ხმა იყო და ერთი რა ხმაა რო გატყდა. ნუ ზუსტად ისეთი გამოვა როგორც სჭირდება იმას. ესეც არის დავლევ ხა უნალეკ ყავას ჯერ არ მინდა დაძინება, თუმცა მეძინება უკვე. მაინც რო იღლები ადამიანი. ადრეშია. ესე გადმოდის. შაბა
არის საყიდელია უკვე. ნახევარჭიქანს ვაკეთებ, რომ იყოს ცოტა მუქი, როცა მინდა ხოლმე რომ გამოვხიზლო. მიყვარს პური კარგად როცა აგახური. რაღაცა ალერგია მაქვს. აი ესე მიოქლიანდება კისერი ძალიან ხშირად. თან სწრაფი სიარული ვიცი და ანუ სწრაფ ტემპში დავდივარ. და ის ეტყობა რომ სმოვდება ეს მარილიანი ხო არის ის. და ალბათ მოგიტყო ეს ისო მეფხანება ხოლმე კისერი. ეს ესე უნდა იდუღოს. ამას რა გარეცხავს ამ მადუღარას მოხდა ჩემი როგორი კიდევ კაი ეს მაქვს აქვე ამას სინას რო ეძახიან სახეხი არკინის თურმე იცოდით თქვენ რომ კატისთვის არ შეიძლება კვერცხიო. 1000 ერთხელ ალბათ შეიძლება, მაგრამ ზოგადად არ შეიძლება. მედია ცოტათი მაინც მოიხარშა. აი რაღაც გამოჟონა კარგად. აუ. და წყალით შესულა შიგნით. როგორ წყალი გადმოვიდა. შობი აქ გავწუქნა თორე სადღაცას მოვისმინე ხელოვნური კვერცხების გაკეთება დაიწყეს და ჩინელებმა თუ რა ვიცი. აი გავგიჟდი მეთქი. ხო და ბრინჯი კიდე. ვერ გაარჩევა ნამდვილისგან და კიდე ისა კომბოსტო. არ ვიცი მოგისმენიათ თუ არა დამიწერეთ. ხო მართლა რაღაცა ძალიან ჩემ ვიდეოების ქვეშ კომენტარებს ვეღარ ვხედავ ისე ხშირად. რისი ბრალი არ ვიცი, თუ ფიქრობთ რომ არ გპასუხობთ. ბოდიშ მოგიხდით დროის უთამობის გამო როცა მაქვს ხოლმე დრო ვიცი პასუხები და კიდევ მინდა ვთქვა რომ ხშირად ყოფილა რომ კომენტარები არ ჩანს. არ ჩანს სტუდიოდან შევდივარ ხოლმე, მაგრამ ყოველთვის არა მაგის დრო და ის არ მახსენდება ხოლმე რომ შევიდე სტუდიოში და იქიდან მოვძებნო ხოლმე და თან ყოველთვის იქაც არ მაჩვენებს, მოკლედ. იმიტომ რომ აი იქ ზარი როა, ზარდან აი ჩამოსახსნელზე ყოფილა შემთხვევა რომ მინახია რაღაცა კომენტარი, მე ვეძებდი ამ კომენტარს და არსად არ იყო. ანუ პირდაპირ თუ დავაჭერ ხო, აღარ გადავყავდი რა, მოკლედ ეთყობა არ ვიცი, შეიძლება YouTube-ის ხარვეზია თუ რისი ბრალი არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცები არ ჩანს ხოლმე სამწუხაროდ. გავრეცხე ესეც.
ფილე რაში ჩავდო ეხლა მაგას ვფიქრობ. სხვათაშორის ამას წინათ ფილესგან გავაკეთე ისა კატლეტები. გავუკეთე კამა გემრიელესი გამოვიდა და ცოტა სუნელები ხახვი გავატარე. მეზობელს ვთხოვე საკეფი მანქანა მეხმარება. ნუ არ ხმარობ და ჩემთან დას ახლა ჯამში იმას ისა ვფრადბოლია გამხილეს. თუ გავაოდნავ მაინც აქ მოსწევი სამზარეულოს პატარა მაკრატელი. ამით ვჭერი ხოლმე რაღაცას. ეს ბროკოს პაკეტები ამის შუის გაიგებენ. გამიჯდებიან. შეიძლება ჩავო ესე. აჰა, უკვე გაიგეს. სუნი. დავწოყური. ხო და მაგას ვამბობდი რომ ბოდიში წყლის ხმარო იყო. პატარ-პატარა რაღაცები ქმნის ბედნიერებას. ვიღაცა დაქრის საკუთარი შუშია. ახლა ეს უნდა ვამყოფით ორ ბუთელზე. თელი ის იყო, აი ეს სავსე იყო. თითქმის ბოლომდე არ იყო სავსე. დიდი პომიდორი იყო, კაი ბერთელა. ნახევარი გავუკეთე, იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო. და აია ერთი კვერცხი გავყავი ახლა ჩემ ჭკუაში შუაზე და დავდე. რაღაცა გამოვიდა. მოკლედ აი ესე გამოიყურება, არ ვიცი ჩანს თუ არა. შუქია დასაკრები ერთი წამით. კომფორტულება. აქ არის შუქი მგონი მომატებული. უი დედა როგორ ყოფილა მართლა ძალიან მომატებული. ვაი. კვერცხი და გვაკამო. ახლა ამას მივისწავ. კარგით მეგობრებო. დღეს ამითი დავასრულებ ვიდეოს. აბა ხვალამდე.